აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ცნობილ ქართველ რეჟისორს, მხატვარსა და ანიმატორს ამირან ისიანს უმასპინძლა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის მხარდაჭერით გაიმართა, ტკივილი ჩემი ქვეყნისა ეწოდებოდა და პროექტ ერთი სურათის გამოფენის ფარგლებში გაიმართა. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი დღეს მასპინძლობს რეჟისორს, ანიმატორსა და არაჩვეულებრივ ფერმწერს ამირან ისიანს. მას დღეს დაბადების დღე აქვს, მინდა მიულოცო, უსურვო შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები. აფხაზეთი და სამაჩაბლო მისი უმთავრესი ტკივილია და მის შემოქმედებაში დღეს სწორედ ეს გამოჩნდა. თავარი სათქმელი გზავნილი რუსეთს ოკუპანტს დღეს კიდევ ერთხელ გაეგზავნა. მხოლოდ ჩვენი ცენტრის ღონისძიება არ არის ეს, ჩვენ უკვე წლებია თანამშრომლობთ საქართველოს მხატვართა კავშირთან. ეს საღამოც მორიგია წარმატებული საღამოა ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობისა. მე მინდა ბატონ გურამ ცერცვაძეს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელიც აი ესე გვიდგას მხარში. ამირან ისიანი წარმატებული შემოქმედი გახლავთ, არაჩვეულებრივი პიროვნება, მოაზროვნე, შემოქმედებით იდეებით აღჭურვილი იყო ყოველთვის და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას ქართული თანამედროვე კულტურის და ხელოვნების განვითარებაში, განსაკუთრებით ქართული მულტიპლიკაციის სფეროში. გამოფენა დღეს ბატონ ამირან ისიანმა მიუძღვნა თავის ქვეყანას იმ პრობლემას, იმ ტკივილს, რაც ყველა ქართველის გულშია. გამოფენებით ჩვენი კულტურით, ჩვენი ხელოვნებით ყოველთვის უნდა შევეხმიანოთ და ყოველთვის უნდა შევახსენოთ საზოგადოებასაც და იმ ხალხსაც, ვინც ამ დღეში ჩააგდო სრულიად ქართული საზოგადოება. საქართველოში არსებული კონფლიქტებისადმი ხელოვანმა თავისი დამოკიდებულება და განცდა შეკრებილ საზოგადოებას საინტერესო ნახატითა და მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმით წარუდგინა. ფილმი საქართველო ჩვენია გაიგე რუსო მაყურებელს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ტკივილიან დღეებს ახსენებს. ფილმში ნაჩვენებია ომის შემდგომ პერიოდში დევნილი ბავშვების თვალით დანახული ეს ტრაგედია, რომელიც მათ თავიანთ ნახატებში გადმოსცეს. შეხვედრაზე ამირან ისიანის ანიმაციური ფილმი ფერისცვალება და აფხაზეთის თემაზე შექმნილი კლიპიც იყო ნაჩვენები. ამ პროექტით იმის თქვა მინდოდა, რომ ტკივილი თითოეულ ჩვენგანშია, გულშია, სულშია. ნახეთ ნახატიც და მიხვდებოდით, რაც უნდა მეთქვა. ეს ტკივილი მოდის იქედან, რომ ტერიტორიებს ვკარგავ. ამის თქვა უბრალოდ სიტყვიერად თუ არ შემიძლია, ჩემი ფილმით და ჩემი ნახატით გადმოვეცი. ომის შემდეგ ჩავედით სამხატვრო აკადემიის პროფესორები, რექტორი, მასწავლებლები, წავიყვანეთ პატარა ბავშვები, დევნილი ბავშვები, რომლებსაც დაკარგეს სახლი და ვახატეთ ასფალტზე. თუ რას ხატავდნენ ბავშვები, ალბათ თითოეულმა თქვენგანმა უკვე ნახეთ. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ და სხვა გამომსვლელებმა ამირან ისიანის მრავალფეროვან შემოქმედებაზე ისაუბრეს. ნიჭიერ შემოქმედს 60 წლის იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების საგამოფენო დარბაზი წარმოგიდგენთ ბატონ ამირან ისიანის შემოქმედებას. კერძოდ კონცეპტუალურად ერთი ნამუშევრის გამოფენას. წარმოადგინა ძალიან საინტერესო სურათი, რომელსაც დაარქვა ტკივილი ჩემი ქვეყნისა. ამ პროექტის ფარგლებში ამირან ისიანმა წარმოგვიდგინა დოკუმენტური ფილმი, რომელიც გვიამბობს იმ ტკივილზე, რომელიც ტკივილიც მისმა ქვეყანამ განიცადა და ამავე დროს თვითონ ამირანი განიცდის, ამას ასახავს მისი სურათი. მან მიიჩნია, რომ აფხაზეთის საზოგადოებას უნდა ენახა ეს სურათი და დღევანდელი ღონისძიება და დიდი მადლობა უნდა უთხრა მას ამისთვის. იუბილარიც არის ბატონი ამირანი, მისი მოღვაწეობა იყო წარსულში ძალიან საინტერესო და მომავალშიც უსურვებ უფრო საინტერესო ცხოვრება კონდეს მას, როგორც საკუთარი ოჯახისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ამირან ისიანი არის უნიჭიერესი კაცი, მაგრამ მისამ დიდ ნიჭიერებას ახლავს დიდი თავმდაბლობა. მრავალმხრივი ნიჭის მქონე შემოქმედია, არის უბრწყინვალესი მხატვარი, უბრწყინვალესი მულტიპლიკატორი და ახლა ბრწყინვალე დოკუმენტური ფილმი გადაიღო მან, რომელსაც უყურებ მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულ თემაზეა. ეს არის ყველაზე მტკივნეული საკითხი 2008 წლის ავადმოსაგონარი ომი. გურამ ცერცვაძემ ხელოვანს ქართულ ხელოვნებაში გაწეული გამორჩეული წვლილისათვის საქართველოს მხატვართა კავშირის დიპლომი გადასცა. ამირან ისიანი აფხაზეთის მხატვართა კავშირის საპატიო წევრად აირჩიეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლი გიორგობა და სიმებიანი კვარტეტი, რომლებმაც ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.